განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების უფასო დარიგების ინიციატივის გამო 4 სტამბა ერთიანდება. სამინისტრომ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ინფორმაცია 8 აპრილს გაავრცელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სტამბები ამ ინფორმაციას ბევრად ადრე ფლობდნენ და 29 მარტს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაერთიანებული ქართული სტამბაც დაარეგისტრირეს. გამომცემლების სამინისტროს მხრიდან გაუმჭრვალობასა და ტენდერის ჩატარების გარეშე მონოპოლიის შექმნაზე საუბრობენ. რა პრინციპით შეირჩა სტამბები დაწყებულია თუ არა წიგნების ბეჭდვა და გაფორმებულია თუ არა ხელშეკრულება სამინისტროსთან, დეტალებით ირაკლი დანელია და გიორგი ბაზარი. გამომცემლობის ხელმძღვანელთა ინფორმაციით განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვას მხოლოდ 4 სტამბას ავალებს. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 29 მარტს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაერთიანებული ქართული სტამბა დარეგისტრირდა. შპს ფავორიტი პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს MVP. ეს ის სტამბებია, რომელიც პროექტისთვის გაერთიანდა. სტამბების გაერთიანება რომ უფრო ადრე დარეგისტრირდა, ვიდრე მინისტრი უფასო სახელმძღვანელოების შესახებ ისაუბრებდა, გამომცემლობა დიოგენეს ხელმძღვანელისთვის საეჭვოა. თამარ ლებანიძის ინფორმაციით განათლების სამინისტროს ხელშეკრულების საფუძველზე სტამბებმა წიგნების ბეჭდვა უკვე დაიწყეს. დარწმუნებული ვარ, უახლოს მომავალში გაირკვევა რა როგორ მოხდა. იყო თუ არა ტენდერი, როდის ჩატარდა ეს ტენდერი, ვის გადაეცა ხელშეკრულებით ბეჭდვის უფლება, თუ ეს ყველაფერი მალე არ დადგინდა, თუ კი ბეჭდვის პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, გამოდის რომ ბეჭდვის პროცესი უკანონოდ დაიწყო. გამომცემლობა ინტელექტის დირექტორის თქმით, მათ სტამბას წიგნების ბეჭდვის თხოვნით არავინ დაკავშირებია. კახმეგ კუდავა მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების დასაბეჭდად სამინისტროს ტენდერი უნდა გამოეცხადებინა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გამოგვიგზავნა ახალი წერილი. ეს არის ახალი პროვოკაცია, შეგნებული ჩემის აზრით პროვოკაცია ქართული გამომცემლების წინააღმდეგ. ამ წერილის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული ვერსიები, რომლებიც ჩვენ ჩავაბარეთ შარშან, თითქოს უზუსტობებს შეიცავს და ამიტომ განათლების სამინისტრო გთხოვს ახალ ელექტრონულ ვერსიებს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გამომცემლებს ამ 20 გამომცემლობიდან 5 გამომცემლობას აქვს თავის სტამბა. ჩემი სტამბა მათ შორის გაჩერებულია. ქაღალდი შემოტანილია ჩვენს საკუთარ წიგნებს, ისინი არ გვაბეჭდებიან ჩვენს სტამბებში, მაშინ როდესაც ტენდერის გარეშე აბეჭდებიან სხვებს. განათლების მინისტრმა უფასო სახელმძღვანელოების დარიგების შესახებ გადაწყვეტილება 8 აპრილს გამოაცხადა. სტამბა შპს ფავორიტი პრინტის მენეჯერი ნიკოლოზ დეკანოსიძე ამბობს, რომ მათთან სამინისტრო მოლაპარაკებებს იანვრიდან აწარმოებდა. სტამბები კვლევის შედეგად შეირჩა, თუმცა ხელშეკრულება სამინისტროსთან ჯერჯერობით არ გაფორმებულა. ეს 4 სტამბა არის ერთმანეთს რეალურად კონკურენტები ვარ ჩვენ, არის ყავთ ცალსაკე დამფუძნებლები და საერთოდ არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვთ. დღესდღეობით ხელშეკრულება ხელში არ გვაქვს და 100% ამის თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ხელშეკრულება დაიდება და საქმეც განხორციელდება. განათლების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სტამბები, რომელიც სახელმძღვანელოებს დაბეჭდავს, ჯერ არ შესჩეულა. უწყების პრესსამსახურში დამატებით კომენტარზე უარი გვითხრეს. გამომცემლების ნაწილი მინისტრის გადაწყვეტილების გამო პროტესტის ნიშნად 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეს წიგნების გაყიდვას შეწყვეტს.